გაკოჩე და მე არა გაკოჩო ნელადე მიყვარხარ წავედით აფს შიდოვისა ჩვენ ჩვეული რუტინა გვაქვს დავტოვოთ ერთი სკოლაში დავტოვოთ მეორე ბაღში ხა და დღეს რადგან არის ორშაბათი გვაქვს ბაზრის დღე ამიტომ დედიკო რა დატოვებს დანიკუნას რას იზამს მერე მიირთმევს ყავას და მერე წავა ბაზარში ხა მივირთმევ ყავას კი შენ წახვალ ბაღში ევეკო წავიდა სკოლაში მამიკო წავა სამსახურში ესე მე დღეს არ მივდივარ სამსახურში დღეს სახლის სამსახური მაქვს ბაზარში უნდა წავიდე საჭმელი უნდა გავაკეთო ხა ბაზარში ხილბოსნაული ვიყიდო აბა გიყვარს ხილი და ბოსტნეული ძალიან კარგი ჩიმოწიწილა ჩვენი წითელი ტყემალი მაგრამ დეკორატიული ფუნქცია უფრო აქვს ვიდრე ტყემლის მოსხმის რა ვთქვი მაგრამ გამგები გაიგებს ხო დედა კიკინა ევეკოს გავუკეთეთ კიკინები ნუ ნახავდით ის პატარა კადრს ხო და მეც ევეკოსნაირად მინდა კიკინებიო არ დაიშალო ოღონდ ბაღში და არ გაიჩეჩო თმები შენ რო იცი ისე ოკეი კაი ავეცით ქალბატონო გიხარია რომ მოდი ბაღში აი მეჩი მოსინაზე და სინარნარე ბატონო აუცილებლად დედა აბა რა ნელა ხარ გეძინება გოგო რა ბაში რო დავიჭიდებ დავოჭები ბაში რო დავიჭიდებ ის ესეცილო შენ წავედით ბრწყილად ყოჩხ დანიკუნა დავტოვე და რომ შევედი ყავის დასალევად წვიმა დაიწყო მოიღრუბლა ქარია მოვარდა რა არის ეს არის და დილიდან ისე ცხელოდა ჭრელო პეპელა ამინდი გვაქვს კორყებს გაბრასდა მივეჭყავა წავედით ბაზარში ვეყიდოთ ხილბოსტნეული და მე მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ საჭმელი ყოველდღე რო არის საფიქრალი რა უნდა გავაკეთოთ საჭმელი იმიტომ რომ ერთი ერთს ჭამს მეორეს ჭამს და ნელა საერთოდ აღარაფერს არ ჭამს აი საერთოდ და რკინა ხო დაბალი ქონდა ანალიზები რო გავუკეთეთ და რკინის წამაც ვასმევ ყვებითაც ხო უნდა შეუწყო ხელი მაგრამ მაძლევს რომ ამის საშუალებას არ მაძლევს იმიტომ რომ არ ჭამს ისეთ რაღაცებს რაშიც რკინა შედის ევეკო მაგ მხრივ ხუთიანი გოგოა ანუ არა აქვს პრობლემა ოსფსაც ჭამს ხორცსაც ჭამს ჩირეულსაც ჭამს დანიელა არა ხილეულსაც ჭამს დანის თუ არა აქვს ხასიათი ანუ დღეს თუ არ გაიღო და იმის ხასიათზე რომ ჭამოს გუფთა არ შეჭამს შანსი არა ბაღში ჭამს მაგრამ სახში როცა ვამზადებ არ ვიცი რესტორანში თუ წაიღო კიდე ჭამს მაგრამ სახში გაკეთებული ხო უფრო გემრიელია ტახინი უყვარს თაფლით და თაფლს ისე არ ჭამს ევეკოს თაფლით ძალიან უყვარს ანუ
ბერძნული იოგურტი თაფლით, მისი ფავორიტია. თან გაიმზადებს თავისით მოასხამს ამ იოგურტს თაფლს და მიირთმევს. დანიელა არა. უკეთ ესეთი ხასიათის გოგოა. ავედით ბაზარში. ვიყიდე ბაზარში 29 ევროთ და 80 ცენტად. ჭყინტილობი რომელსაც ნარგო არჩევს აგერ და ჯამს ვერ მიწვდა თვითონ და ამიტომ პირდაპირ მაგიდაზე ღრის. მივცემ ეხა ჯამს. ვიყიდე მარტო 9 კილო, მეტი არ ვიყიდე ჩვენთვის გოგოები არ ჭამენ, სურათს არ გიждდება და მე და შენ კი გვეყოფა ბულგარულთან და ბულგარული ვიყიდე, სტაფილო ვიყიდე, სოკო ვიყიდე 1.5 евро ღირდა, евро 9 ღირდა ყაბაყი, евро 9 ღირდა ბულგარული, სტაფილოც მე მგონი 1 евро ღირდა, აი ეს მწარე წიწაკა, 20 თეთრიანი კვერცხი ვიყიდე 10 ცალი. ვაშლი ვიყიდე რომელიც ღირდა евро 9. ვიყიდე ქინძი, მწვანე ხახვი, მუშმალა რომელიც 1 евро ღირდა, 2 евро ღირდა 1 კილო. ნესვი ღირდა 3 евро 9 კილო. სასწაულსუნი აქვს, ბანანი, მაიმუნები ყავს სახში. პამიდორი რომელიც ღირდა 75 ცენტი. კიტრი რომელიც ღირდა 1 евро და ეს ღირდა 2 евро 9 პატარა პამიდორები, ჩერი. სულ ეს იყო. გადასარევი. 78 პამიდორი. ხო. გადასარევი. და სხვაგან იყო 1 ევროთ და კიდე უფრო მეტი ზემოთ. ანუ და კარგად. არა, დღეს არ ყოფილა ძალიან. თან თუნდაც დილას ადრე ვიყავ. ხო, გოგო და მე ვაფშე გავიგე. ეს ყველაფერი იყო მოკლედ 29 ევროს და 80 ცენტის ზუსტად. ნარგომ გააკეთა მოკლედ აი ესეთი აჯაფსანდალი ჭყინტილობიოსი, რომელიც უზომოდ მიყვარს. შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ ეველინამ ჭამოს, დანიელამ შანსი არ არის. ამიტომ ვფიქრობ ახლა გავაკეთო ოსპი, რომ თუ თქვათ ჭამა ესურვებათ, მე მიირთვან ოსპი. თუ არა და ხვალისთვის შეჭამენ. ხო და კიდე მინდა რომ გავაკეთო სოკო ბეიკონით და ხახვში. არ ვიცი რაღაცა იმპროვიზაციას გავაკეთებ თქო ფიქრობ. საოცარი სუნი აქვს. ახლა გავაკეთებ კიდე და პომიდორის სალათას მწარე წიწაკით. ძალიან მოუხდება აჯაფს. ვისადილეთ ძალიან გემრიელად ნარგომ გააკეთა უგემრიელესი აჯაფსანდალი. ხო და ჩვენმა დანიელუშკამ ამ აჯაფსანდალიდან ჭამა კარტოფილები. ეველინამ არაფერი არ ჭამა, არც კარტოფილი, არც აჯაფსანდალი თავის ჭყინტილობიოთი და ამბებით. არ მოისურვა, ღმერთო ჩემო, შეჭმული აქვს საშლელი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო და დაელოდა, როდის მომზადდებოდა ოსპი, ბატონო, ყოჩაღ დედა, მაგარი გოგო ხარ, შეგიძლია მიხურო კარი დედა? ოკეი, მაშინ ცოტა დაისვენე და ნახავ მე რა გაქვს, სამეცადინო და მე ვიმეცადინოთ. კარი მიხურე დე? დედა. ებეკო. მეორე კარი მიხურე. მეორე კარი მიხურე. ჩუტუტა. ხო და მოკლედ დაელოდა, როდის მომზადდებოდა ოსპი და ეხლა მიირთვა ოსპი, აგერ მაჩვენა მორჩა ჭამას. ძალიან კარგი იყო. მშიოდა თან ბევრი საქმე ვაკეთეთ ძალიან დღეს. ბაზარიც მქონდა პლუს ამას, სახშიც საქმეები მქონდა. ზურამ იმუშავა, მოვიდა. ზურამაც მიირთვა და ისა რა ქვია, ეხა დააწვა და ისვენებს. ფანქარი ორივე მხრიდან გაუთლია. ესე იგი, რა რაოდენობის ფანქრებს ვყიდულობ, თქვენ ხო არ იცით, სულ ამაქვს ესე სახში დამატებით, რომ არ მომიწიოს უცებ გაქცევა. ერთადერთი საშლელი მაქვს საყიდელი, იმიტომ რომ ჯერჯერობით აქ. ეს იყო ესე, თუ გახსოვთ. ვინც ხშირად უყურებს ჩვენ ვლოგებს, იცით რომ Faber-Castell-ის ესეთ გრძელ ფანქრის ფორმის საშლელებს ვყიდულობ და ძალიან კარგი, ანუ ძალიან მაგარია. ხო და მოლი რას დაპაწკუნებ? მამამისთან შევიდე.
ასე იცის ხოლმე დანიელამ შეიპარება ზურასთან და შეხურხულდება საწოლში. ჩაიხუტება მამამას. დაკნა ნინა ეტყობათ და ეს ახალი ფაქარი, ახლა დაჭირდება ესეც საშლელი, ეს საშლელი აქეთ. ასეთი ამბებია მინდა ხა ამ ფერად ფანქრებს წორები წაუთალო. ამასაც ეს სახში იყენებს. და ვნახო რეები აქ დავალებები, რომ ამეცადინო. ოსპი გაკეთებული მაქვს, ხვალაც მიირთმევენ და სოკო რო ვიყიდე ბაზარში, მინდა გავაკეთო ბლომად ხახვში, ბეიკონში და კინძით. რა ვიცი, რაღაცა ინტერპრეტაციას. გავაკეთებ ერთი სიტყვით და უკან არის დაკეცილი ტანსაცმელები, ნარგომ დაკეცა. ესეთი ამბებია. და საერთოდ უნდა გავფინო მერე. ხო გეუბნებს, საერთოდ საქმე არ ილევა სახში. რა ხდება? რა ამბავია ეს? რა ფენომენია? გოგო, რას აკეთებ, გოგო? გოგო, რას აკეთებთ, გოგო? ბზიკი? ბზიკი? უი, მოძრა? წაღან ცეკვავდა ჩაგვართფევინა მისი უსაყვარლესი ღმერთო. გადაწვის იმაში ვარ რეჟიმში ჩაგვართვევინა მისი უსაყვარლესი ჩაიკოვსკი მაკნატუნა და ეხაც აგრძელებს ჩაიკოვსკი იქეთ სიმფონიური ორკესტრი გეკონება უკრავს და ისეთი ამბავია მისაღებში და ეს აგერ თამაშობს დაშალე და თავიდან აწყობ? დედიკო მე და ევეკო მაგას რამდენი ხანი ვაწყობდით? უი, კარები მოსძრა? რა არიცი დედა, თუ მოძრება რამე არა უშავს, უბრალოდ არ დავკარგოთ, კარგი? და ამ ლეგოს ყუთი დაასველეს, წყალი გადაასხეს ზემოდან და გადავაგდეთ და თუ რაღაცა და დავშლით დედა რა სადღაც უნდა ჩავდოთ. ბოინ, დავიბანოთ? დავიბანოთ? აბა ეგრე დაიძინებ? ჯერ არ გეძინება? ვისი გოგო ხარ შენ? შე ვისი გოგო ხარ, დედა? დედა? წიწილა? წიწილა? ჩემი გოგო. ჩემი გოგო. ჩემი გოგო. პრინცესა. შენ ხარ პრინცესა? აბა ვინ?